მოგესალმებით, პატრიცემულო საზოგადოებაო, როგორც ყოველთვის თემატიკით, ერთი კიდევ საინტერესო თემატიკით წავიწიოთ წინ, ხო? ამას უბაში ჩვენ ჯგუფში სატექნიკოსთა ფორუმზე აგერ დავდით და არ ვიცი, იმის სტატუსით უმეტეს შემთხვევაში ვერ გამოვიცნობ, ხო, ეს გამოცანის გამოიცანა უკვე მოსაწყენი არის. ამიტომ კონკრეტიკა მაინტერესებს მე, თუ კი ვიცით, ის უნდა დავწეროთ და ამასობაში ამ არსებული მმართველობაზე უნდა ვიმჟელოთ, რა ვიცი. ამაშუქეთ აი ერთ-ერთ მეთებზე რაც იყო უბრალოდ კომენტარებში, თუმცა დაკეტილ სისტემაში დაკეტილი სისტემა ითვლება, როცა არის ასე კი ბატონო მითებული, მაგრამ ამასობაში დაკეტილ სისტემაში აშს თუ არსებობდა არ ვიცოდით. ანუ აში არსებობს თუ არაო. ნუ კითხვის ნიშნის ქვეშაა, ხო? ამასობაში კიდევ ერთი მითითება იყო, რომ ნაპორი, ხო, ჭავლი, ხო, აი სიტყვების გადანაცვლების, ხო, ამას ქვია თამაში, ვისაც რა ვიცი, უებრიანებაა პოლიტიკოსებმა იციან, ხო? როგორც ყოველთვის სიტყვების გადანაცვლების შესაბამისად არაფერი არ იცვლება. სტატუსი ერთი არის, ხო? ამასობაში. პატრიცემულებო, მაგრამ კი ბატონო, დაგეთანხმებით, ხო? არ ვიხმაროთ, არ გამოვიყენოთ უბრალოდ, კი ბატონო, უკაცრავად, არ გამოვიყენოთ ბარბაროსული, ეწოდებული უკვე მიმართულე, მაგრამ უბრალოდ ტერმინოლოგიაში ნაპორი, ჩვენ ტერმინოლოგიაში პროფესიონალურად, მაგით ამას მივთით მე იქ არსებულ პოზზე, იმიტომ რომ პროფესიონალურ დონეზე კი ბატონო, ზუსტად ასე არის ნაპორი. კი ბატონო, იყოს ჭავლი. იყოს არა ჭავლი. კი რომელიც გამოიხატება ზუსტად ესაა თავარი მაჩვენებელი, კი ბატონო, აი მაშინ ამას როცა იძახით, ეს უნდა იცოდეთ მაშინ. და ხარჯი უცვლელი არის. ხო, ხარჯი და არა მაყუთი. ამასობაში ხარჯი გამოიყენება? ხარჯი, ხო? ეს გრაფიკი უნდა წარმოვიდგინოთ და ამასთანაც მივართ პრინციპში. უნდა წარმოვიდგინოთ ზუსტად ეგრეთ წოდებული ქუ, ეს არის უკვე მეტრა კუბური მეტრები. საათში. კი ბატონო, როცა არის კუბური მეტრა, ესე იგი ის არის საათში. ლიტრა წუთში. კუბური მეტრა საათში. აქაც იგივე არის ახალი გაყვები, მაგრამ ამასობაში აქვს არსებული კითხვის შესაბამისად, ეგეთ შტაბეჭდილებაა და ისეთი შტაბეჭდილება და ამასობაში საკვებების სურათების თანხლებით თუ კი ამას მე ამ არგუმენტს, არსებულ არგუმენტს გავავლებ პარალელს, შტაბეჭდილება არა უკვე ეს მკაფიოდ აღმოჩენილი ფაქტი იქნება ის, რომ თორმე საცირკულაციო ტურმოების შერჩევა არ მიწევს მემონტაჟება, მაგრამ წარმოდგენაც არ გვაქვს, იმიტომ რომ ამასობაში იქ სადაც გვჭირდება პირობითად, ხო, 25-10, რას ნიშნავს ეს უმეტესობა მეგონი ეს არ ვიცით ამასობაში, კი ბატონო, ჩემი მიმართულება არის გავმარტო. ამასობაში აგერ წინა მორბეთ პოზზე შენიშვნაც იყო, ხო? მე შენიშვნას ვიღებ, კაცო, მე შენიშვნები პაგონები არცვია, მაგრამ ამასობაში რაღაცა სასწაულის დონეზე არის, ხო? ადამიანებს ასწავლი და თანამასობაში რაღაცა უკმაყოფილებას გამოხატავენ. რაღაც ხო ნონსენსების ქვეყანაში ვართ, გასაგებია, ხო? 21 საუკუნეა გარეთ და ამასობაში ნონსენსები უწყვეტი არის, უწყვეტ რეჟიმში მოდის, ხო? მოედინება ამასობაში ჩვენსკენ, მაგრამ ამასობაში პირიქით ხო არ უნდა იყოს, ხო? შესაბამისად, იმიტომ რომ როცა არსებულ სფეროში გათვისნობიერება გჭირდება და ვის მაკვირდება და ამასობაში თუ მაკვირდება ესე გაინტერესებთ, ეს თქვენ უნდა გავათვისნობიეროთ. მაგალითი შესაბამისად მოიყვა მაშინ ახლა პატრიცემულო პროქტოლოგთან როცა მიდიხართ, ხო? იქ სერვიზი არა უკვე, ხო, ამასობაში ვიზიტზე, იქ ვიზიტზე, ამასობაში ბოლო, რაც იქნება სტატუსი, ხო, დიაგნოზის დასმის შესაბამისად, ის მეგონი არ გეუბნებათ იმას, ხო, ის არსებული ეგრეთ წოდებული იბატონებით, რომ ის გარშე ვერაფერს ვერ მივიღებთ შედეგს. სასაცილო არა ეს, ხო, ფაქტიურად 99%-ში ადამიანებს მithomedes მამაკაცებს ეს ქონია. და არა მხოლოდ, ხო, ამას რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამასობაში ქონია, მაგრამ ამასობაში იმას არ გეუბნება ექიმი, რომ ბოდიში და პროცესი შეიცხარეთ. მუკაცრავად ეს პირაფიგლებული ტერმინოლოგიით, მაგრამ ამასობაში გეუბნება იქ ნახსენები არის ხოლმე ყოველთვის სიტყვა ანუსი. ეხლა თუ ადამიანი არის ანუსი, შეიძლება ის კაფსულები იმის ნაცვლად იქ სადაც გაიგეთებინა აიღო და ჩაყლაპო. ხო, ამაზე ხა არ გაყვები, მაგრამ ამასობაში ჩასული სიგნისეულად პატრიცემულებო. თუ კი სპერო გაინტერესებს თქვენ უნდა ჩაწოდეთ. უნდა ეს წარმოიდგინოთ, ხო, ამასობაში როცა ისმის შეკითხვა რანაირად შევარჩიოთ საცირკულაციო ტუმბო. ეს ვითომ დააზები იყო და ამასობაში ჩემთან ჩემდა გასაოცრად, ამასობაში ამის წარმოდგენაც არ აქვს. ამასობაში რაღაცა შერჩევით ხდება, მაგიტომაცაა, ხო, რომ 12-იანი უმეტეს შემთხვევაში სამწუხაროდ აი ეხლა პოსტებს როცა ვდებ, ამასობაში ამ პოსტებზეც მე რაღაცა ბუტიაობის აი ეს ბრეიმობის ეს პაგონები ვერ მოიშორეთ, ხო? მემონტაჟებს გეხებათ, ეგ კი არ უნდა წინდეთ. ამასობაში თუ კი იცი, ამასობაში ის უნდა დაამტკიცო რაც ამასობაში საწყენი იქ არაფერი არა. მე ბევრჯერ მითქვა და კიდევ ერთხელ გამეორებ, რომ ნებისმიერ ჩემს სისტემაში, ჩემს საკვებაში გეპატეჟებით ნებისმიერს, მაგრამ უნდა წარმოვიდგინო, როცა არა გვაქვს, რა არის, ხო, ორდინატი, რა არის აბსცისა და რა არის ორდინატი. ამასობაში და წარმოდგენა იმისა, თუ რა წარმოადგენს საცირკულაციო ტუბო, მაშინ ისმის შეკითხვა რანაირად აწყობთ შესაბამის თქვენ სისტემებს. აი სასწაული არის, მაგრამ თუმცა არ გამიგვირდება, იმიტომ რომ ეს რაღაცა ახალი ტენდენციებით შემოვიდა, ხო? მე ფაქტობრივად მე გავენდა
გავკაჩე თუ გავკაჩა უბრალოდ საომაროდ ანუ იმზადებენ ამასობაში თავს რომ გათბობის სისტემას გავაკეთებენ თუ მაგრამ საკვების ვერ გავწუდებიო და ჩვენ ექსპერიმენტებს ატარებთ რა ვიცი საცუდავი დავკვეთები არ არიან ამასობაში ისეთ პარტებს ასახელებთ რომ ნამდვილად არა საცუდაობაზე აქცენტირება ხო მაგრამ სასაცილოა ჩემი მხრიდან იმიტომ რომ ექსპერიმენტების სახით ის დამკვეთი რა ვიცი მე ვერ ხვდება ამას ვერ აღიქვავს არ ვიცი ხო ეს ჩაბარებული ისტორიასაა მე არავის არაფერი პრეტენზია არ მაქვს მე რაც მაქვს ის ღმერთმა შემარგო და რაც მექნება ის იმას კიდე ღმერთს შემარგებს რაც ყველას თავისი მოგახმაროთ მაგრამ როცა წარმოდგენა არა რა თუ რომ მოკიდოთ ხო იმას ხელი უბრალოდ წარმოდგენა კი არა წარმოდგენაც არ შეგვიძლია ვინაიდან ეს არის აზრები ხო მაგიტომაც დავწერე იმ ჯგუფში ზუსტად სატექნიკოსთა ფორუმში Facebook ეგრეთწოდებულ ჩვენ ჯგუფში ის რომ ეს არის ზუსტად პირველი კურსის პირველი მეოთხე აზრები ხო თორე საცირკულაციო ტუმბო გვაქვს 25-10 ესე იგი გვაქვს სტატიკური სიმაღლე ამ შემთხვევაში ვინაიდან სტატიკური სიმაღლე 10 მეტრა და ამასობაში შეკითხვა იყო აი ზუსტად აი არსებულ წერტილში რა გვიქნება ზუსტად ჭავლე და ხარჯი ეს ელემენტარული არის და ამასობაში ჰორიზონტალურად ამასობაში ბეშოგული რაღაც გათვისნობიერებაც უარ გვაქვს თითქოს ჰორიზონტალური ამ შემთხვევაში როცა არის მით უმეტეს დაგატელი სისტემა ხო ამ შემთხვევაში ვერტიკალი და ჰორიზონტალი ერთი და იგივეა გაიკვირდებათ ხო ახლა უმეტესობას ვინაიდან აი აქ წინაღობა არსებული ეგრეთწოდებული მილის ეგრეთწოდებული არა არსებულ შემთხვევაში საცირკულაციო ტუმბო არაფერ მაგიტომაცაა ეს პირობითი ჭავლე წნევა ნაპორი ხო ამასობაში ვინაიდან ის ქმნის მის წინ ნაპორს მაგრამ ის უკან ქმნის ეგრეთწოდებული პრინციპში ამ მიმართულებაში აქ არის პლუსით ვინაიდან ის მის წინ ქმნის გადამეტებულ წნევას და ამასობაში მის მანამდე ეს იგი მის უკან ის არის ყოველთვის უარყოფითად დამოხტო უარყოფითი ენერგია წარმოიქმნება მის უკანა წერტილში, მაგრამ წინა წერტილზე ის ქმნის გადამეტებულ ნაპორს, წნევას, ჭაოს, როგორც გინდა ისე უწოდოთ ახლა თქვენ. შესაბამისობაში მთავარია ეს აზრები და მოიტანოთ. ამიტომ თვითონ მიგითითებთ 25 ნიშნავს მის შესვლას და გამოშვას დიამეტრს, ვინაიდან სხვადასხვანაირები არსებობს არის 10-იანი დიამეტრები არის, ზუსტად არის დიამეტრი პირველი მაჩვენებელი. და 10 ზუსტად არის მეტრა. ამასობაში უმეტეს შემთხვევაში დავუშვათ გრუნფოს აქვს მეტრებში, ზუსტად აი ესე მითითებული 25-10-ზე იქნება, მაგრამ დავუშვათ ვილოს იქნება სხვანაირად, ვილოს იქნება 25 უბრალოდ 25-10-ზე ეს იქნება მითითებული, ვინაიდან 10 მეტრა არის. ეს არის მითითებული იქნება და უბრალოდ დეციმეტრებში მითითებული იქნება ვილოს, ამასობაში გრუნფოს იქნება მითითებული 25-10-ზე. 10 მეტრიანი არის. ხო, აქაც არაფერი არ შეიძლება 10 მეტრა, ხო, დეციმეტრებში გადავიყავთ 10, ხო, 100 დეციმეტრი ეს არის 10 მეტრი. აქაც არაფერი არის რომ ვინაიდან სტატიკური სიმაღლე გვაქვს 10 მეტრად არსებულ წერტილში, რომ გავიჭიანდეს ყოველთვის და რა ვიცი, ხო, შენიშვნის დონეზე ამასობაში გადახტომებზე ვუჩო. თუ არ გადახდეს პირველ-ერთი, მით უმეტეს როცა გავმარტავ და ეს თქვენთვის უნდა იყოს საინტერესო ვინაიდან არსებულ თემაში მინდა ხოლმე მოვაქციო ყველაფერი გავაერთიო. თორე დავამთავრებ ბეწუში და საერთოდ დავიწყებ და არ დავამთავრებ კაცო. არაფერი პრობლემა არა, მაგრამ როცა გაინტერესებთ უნდა ჩავწეს იმისებად ვინაიდან სტატიკური სიმაღლე, მაგრამ როცა საცირკულაციო ტუმბოს ვიღებთ და ხელში გვაქვს, აი ხელით გვაქვს საცირკულაციო ტუმბო. უნდა წარმოვიდგინოთ ზუსტად აი ესეთი პრინციპში ცხრილი. მის ეს არის ორდინატი და აბსისა, ხო, აბსისა უბრალოდ და ორდინატი აბსისა არის ვერტიკალი და ორდინატი არის ჰორიზონტალი. რაც მიგვითითებს იმაზე რომ ორდინატზე ეს გვაქვს ყოველ სპეციფიკში ხარჯი, ესე იგი მეტრა კუბური, ეს ზუსტად არის კუბური მეტრები საათში. კი ბატონო, აქ გვაქვს საათში და ეს არის აშ მეტრა. წყლის ხო სვეტი, ეგრეთ წოდებული წყლის სვეტი არის წყლის სვეტი კი ბატონო ამ სისტემებში უკვე წყლის სისტემებში და წყლის სისტემები არის ჰიდრაულიკური მიმართულება. კონკრეტულად არის წყლის სვეტი, წყლის სვეტში სტატიკური სიმაღლე 10 მეტრ არსებულ წერტილზე თვითონ მიგვითითებთ ხარჯი გვიქნება ეს ნიშნავს იმას რომ 10 მეტრას კი ბატონო ეს მისი მონაცემები არის, ქართული მონაცემები, მაგრამ მისი წინაღობა არის 10 მეტრა, ესე იგი აი ზუსტად ამ წერტილში მას ხარჯი ექნება 0. ფორმულა ხო? ორგან ფორმულების გარეშე ეს არის აზრები. ეს უნდა ვიცოდეთ ვინაიდან არსებული საცირკულაციო ტუმბოს საშუალება აქვს სპეციალურად დავატანე აქ ეს საცირკულაციო ტუმბო აქ იქნება თუ ზემოთ იქნება აბსოლუტურად არავით არის მნიშვნელობა არ აქვს გარდა ერთისა. ზუსტად აი ეს იქნება უცვლელი ვინაიდან მის წინ ის გადამეტებულ ჭაოს ხო წნევას ნაპორს ქმნის და მის უკან ორის არის გარდატეხა ხო უარყოფითი გარდატეხა. ეს ჰორიზონტალურად იქნება აქ დამონტაჟებული, თუ აქ დამონტაჟებული ამ არსებული სისტემისთვის ეს სისტემა უნდა წარმოიდგინოთ ერთის და მეორეს, რომელსაც აქ 10 მეტრას წინაღობა, მაგრამ ამ შესაბამისობაში მას ამ 10 მეტრ წინაღობის შესაბამისად ხარჯი იქნება 0. ესე იგი არსებული სისტემა არ იმუშავებს, იმიტომ რომ მას სჭირდება ხარჯი.
რა არის ესე იგი ხა ხარჯი, ხო? ეს დავადგინეთ, იმიტომ რომ 10 მეტრა ეს არის სტატიკური სიმაღლე, ზუსტად ეს მონაცემები არის, მაგიტომაც აქვს მითითებული და 25 არის საცირკულაციო ტუმბოს დიამეტრი, შემსვლელი და გამოსვლელი. ის ქმნის, ზუსტად კი ბატონო, არაფერს არ ქმნის, მაგრამ მას აი ესეთი შესაძლებლობა იქნება, იმიტომ რომ ამ წერტილიდან ნულოვანი წერტილიდან სადაც ხო 10 მეტრიანი ეს უბრალოდ ფიზიკა არის, ეს უნდა იცოდეთ, იმიტომ რომ როცა არის სტატიკური სიმაღლე 10 მეტრა, აი ამ წერტილში ვინაიდან სვეტი არის 10 მეტრა, სტატიკური სიმაღლე მაგიტომაც ქვია, არსებული ეგრეთ წოდებული ვერტიკალზე ამ წერტილში წნევა გვექნება 1 ბარი. 10 მეტრა სტატიკური სიმაღლე არის 1 ბარი, მაგრამ გვექნება წნევა ამ შემთხვევაში კი ბატონო, დაწოლა ამ წერტილში 1 ბარი. მაგრამ ამ წერტილში გვექნება 0. ვინაიდან საცირკულაციო არსებულ ტუმბოზე არსებული მონაცემებით არ აქვს იმის საშუალება და უფლისწულება ამ შემთხვევაში აქვს, რომ მან აიტანოს წყალი 10 მეტრას სიმაღლეზე ნულოვანი ხარჯით. ამასობაში ხა ეს წარმოვიდგინოთ, აი ეს ხო, ეს უცებ აი ეს უნდა წარმოვიდგინოთ პატივსემულება, აი, ხო? ყველაფერს სჭირდება წარმოდგენა, მაგრამ წარმოდგენა რეალობაში თუ რა არის ეს, რა წარმოადგენს, რასთან გვაქვს საქმე და ამასობაში ეს ხვაზები არის და ამაზების შესაბამისად მიმართულებაში, ხო, მიმართულება უცვლელია. და ეს არის ჩემთვის ზუსტად უცნაური, ესე იგი ეს თუ არ ვიცით ეს არის აზე, ხო? აზები, მაგას ვიზახი მე ზუსტად აზები არის ეს, ამასობაში ამაზების შესაბამისად, ესე იგი არ ვიცით ჩვენ საცირკულაციო ტუმბოს შერჩევა და საცირკულაციო ტუმბოს შერჩევა თუ არ ვიცით, საინტერესო სისტემის ანალიზით ვამონტაჟებთ. წავშალოთ ეს ყველაფერი, აი ას, ხო? აი ეს უნდა წავშალოთ, მაგრამ ამასობაში წარმოდგენა დავშა ხო უკვე თავში, თუ რას ნიშნავდა ეს? ეს ნიშნავდა ზუსტად იმას, რომ საცირკულაციო ტუმბო უნდა წარმოვიდგინოს ზუსტად არსებულ კეცხელში, მაგრამ ცხელი იქნება უკვე ის ფიზიკური მართულება, წყლის სვეტი, კი ბატონო, რომელსაც გააჩნია. სიმაღლე სტატიკური და ცოტა დავაბატონებ, აი ასე. და ხარჯი, აქ გვექნება ხარჯი კ მეტრა კუბური საათში. ამასობაში მეტრა, ეს გვაქვს მეტრებში. ეს ნიშნავს იმას, რომ აი არსებული წერტილიდან ეს არის 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10. აი ამ წერტილში ზუსტად ეს არის 0, ზუსტად ეს არის მიწვში. აბსა უფლისწულად მიწვში და ორდინატი ჰორიზონტალზე. ამასობაში წერტილში სტატიკურ სიმაღლეზე თუ გვაქვს 10 მეტრა, 10 მეტრა შესაბამისი ის ჩვენი საცირკულაციო ტუმბო, რაც წინამორბედის შემთხვევაში ქონდა, გვექნება ნულოვანი ხარჯი. გრაფიკზე უნდა წარმოვიდგინოთ და მაგითო. იგივენაირად, ესეთ დავშალოთ ახლა. ეს გრაფიკი ყოველთვის უნდა წარმოვიდგინოთ, მაგრამ ეს გრაფიკი არის საცირკულაციო ტუმბო. ჩათვალეთ, რომ საცირკულაციო ტუმბო ხელში გიჭირავთ. ხელთ გაქვთ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. ესეც უცვლელი არის, ხო? აქაც გვაქვს 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. მაგიტომაცაა 1, ამასობაში ასე შემდეგ 10. აი მაგიტომაცაა, ნახეთ, რა წარმოიდგინეთ ცხრილი, ხო? ამასობაში მაგიტომაცაა ეს საცირკულაციო ტუმბოებში, როცა ავიღებ და მის ტექნიკურ მონაცემებში ჩავიხედავთ, ხო? ჩავიხედებით, უბრალოდ იქ აქვს მითითებული ტექნიკური მონაცემები, მაგიტომაც გვაინტერესებს, იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ რა ფსვერში ვარჩევთ. და ჩვენი სისტემა იქნება აბსურდი. ვინაიდან მას აქვს ის მონაცემები ზუსტად გაწერილი. ხა ასეთი მონაცემებით რო აიღო სისტემა და ამასობაში გქონდეს 10 მეტრიანი ნაპოლი, ამასობაში გონია რომ ხელა ბებერთელა გვიჭირავს ხელში ხო ზახათი. აცი კი ბატონო, ესეც არის რახე ტომო გვექნება ამასობაში, მაგრამ ნულოვანი ხარჯი. ესე იგი მას ხარჯი არ ექნება. და ჩვენ გვაინტერესებს ხარჯი გვაინტერესებს ვინაიდან 1 კუბი 2 მეტრა 3 4 5 6 7 8 და ასე შემდეგ კუბური მეტრების საათში კუბური მეტრების საათში თუ არ ქონა ხოლიტრები კუბური მეტრების საათში ენერგია არა გვაქვს ხარჯი არა გვაქვს ესე იგი სისტემა გაჩერებულია ვინაიდან ნულოვან წერტილზე ეგრეთ წოდებულ 10 მეტრში ის არის ზუსტად ნულოვანი წერტილი მას აქვს ნულოვანი ხარჯი ვინაიდან მას ის წინაღობა ვერ შეუფარდეთ და ვერ შეუსაბამეთ არსებულ მას საცირკულაციო ტუმბოს რომ მივიღოთ ხარჯი და სისტემას გააჩნია ხარჯი. რა არის ეს ხარჯი? ეს გამოიხატება ზუსტად ამ გრაფიკებზე, ზუსტად ხა უმეტეს შემთხვევაში მითითებული აქვს აი ესეთი სახით 1 2 3 ესეც უნდა გავათვისნობიეროთ პატივსემულებო. და ამასობაში ეს არის ზუსტად ასე მოქცეული ხო პირველი, მეორე და მესამე სიჩქარეზე. ამასობაში განვითარება ამ საცირკულაციო ტუმბოს ეს შესაძლებლობა უკი გააჩნია. და როცა ვარჩევთ ჩვენ და ამასობაში არ ვიცით ხო სისტემის იქით სისტემა სვანაირად ვერ შეიცვალა ენიდან ჩვენ ჯერ ესეთი სისტემაში უნდა ვიცოდეთ რა გვაქვს ხარჯი. ანუ ჩვენ შემთხვევაში საკვებისკენ პირიქით მოვდივართ. უნდა ვიცოდეთ ჯერ სისტემას რა ხარჯი აქვს ამასობაში სისტემიდან აზები ესეც ქონა მე ხო პოზზე უკვე დადებული და ეს პოსტის იყო ფართის დანაკარგები. ფართის დანაკარგების შესაბამისად შემდეგ უკვე ვარჩევთ დანადგარებს, რადიატორები იქნება ეს თუ იატაკის გათოვება იქნება. არა აქ ამას მნიშვნელობა ხო ნებისმიერი ელექტრონული სისტემა ეს არის მოძრავი და ეს არის მუშა. ეს
ჩვენ თქვენზე არის მემონტაჟებზე არის დამოკიდებული და ფარზე, მაგრამ იმის შესაბამისად შემდეგ უკვე ვარჩევთ ხარს. დანადგარით თუ გვაქვს ამასობაში დაუშვათ გვაქვს პირობითად, ხო? პირობითად ამასობაში ეს პირობითად ჩვენი არის, ვინაიდან ნებისმიერმა რადიატორმა იდეალურად რომ იმუშაოს ამასობაში, იმ შესაბამისობაში იდეალურ მომუშავების შემთხვევაში პრინციპში არ აქვს მნიშვნელობა დაერთებზე. პირობითად რომ მივიღოთ 1 კილოვატი, ეს არის იდეალური, ხო? ამასობაში მას სჭირდება 100 ლიტრა საათში, 100 ლიტრა, ხო, საათში. რამდენი კუბი არის, ხო, ეს უბრალოდ მათემატიკა არის 0.1 მეტრა კუბი საათში. ნახეთ, ეხლა სხვაობა აქ მიწოდება და უკუსვა შორის, როცა რადიატორი იდეალურად მუშაობს, არის 10 გრადუსი. 10 გრადუსზე ქვემოთაცაა, როცა გაცემა უკვე ნაკლები აქვს ამასობაში მიღება აქ მოხსნაზე არის დამოკიდებული, გვექნება 5-7-ის, მაგრამ 10 გრადუსი მშვენიერი არის, რაღაც წარმოიდგინეთ 0.1 გამორებული 10-ზე, ეს არის უკვე ამასობაში წარმოიდგინეთ მეგაკალორიები, აი რომ გადავიყანოთ 1.163-ზე, ხო? ამასობაში 1-ის გვაწყობს და პირობითად 1.163-ში რო გადავიყანოთ უკვე ამასობაში გვექნება ზუსტად 1 კილოვატი საათში. ეს ნიშნავს იმაში, რომ არსებულ რადიატორში უნდა გავატაროთ ჩვენ 100 ლიტრა საათში 0.1 კუბი. ხო, საათში ამასობაში სხვაობა ტემპერატურის მიწოდება და უკუსვა შორის გვექნება 10 გრადუსი და გამარებული შემდეგ უკვე ხო ეს მეგაკალორიები რომ გადავიყვანოთ ჩვენთვის ცნობილი ეწოდებულ კილოვატებში და ამასობაში გვექნება 1.73 რო რავდოთ 1 კილოვატი 1 კილოვატი საათში რომ აიღოს არსებულმა რადიატორმა და ჩვენ მოგცეს მას შეიძლება ზუსტად 0.1 მეტრა კუბი საათში 100 ლიტრა საათში რომ გავატაროთ და ზუსტად ეს შესაბამისობაში მე მოდის აი აქ ცხრილში ვინაიდან ასეთი რადიატორები რამდენი ცალიც გვექნება და რამდენი მილიც გვექნება, ხო, რადიამეტრის მილი გვექნება. როცა მილის დიამეტრზე არის საუბარი, ისიც უნდა ვიცოდეთ, ვინაიდან პირდაპირ პროპორციულად არის დამოკიდებული არსებულ ფორმულაზე ახლა და ეს ფორმულები, იქ რომ მეუბნებით ხოლმე პოსტებზე არ ვიცით რომ მე რა ეთაგიხსნათ. მე ვიცი რომ ეს ფორმულა არსებობს და მე კი არ ვიცი ეს ფიზიკის დიდი ხანია უკვე ფიზიკაში ეს არსებული პრობლემები არსებობს და თქვენ უნდა ჩავთვლით. ეს გამოიხატება ასე ნებისმიერი მილის დიამეტრი რომ გავიგოთ მისი დამოკიდებული არის ეს უბრალო არის ხო ის დამოკიდებული არის უკვე უცვლელი არის პი ხო 3.14 პი ასე ვიტყოდი მე ხო პი კვადრატი მე შემდეგ უბრალოდ რადიუსი კვადრატში გამოვლებული სიჩქარეზე ვინაიდან გვაინტერესებს იმილში ხო წყლის გადაადგილების სიჩქარე და გამოვლებული მე 1 საათში წამებში ამასობაში გამოიხატება როგორ ესეც ქორა მედადებული და ვინც მაგვირდება ეს უნდა იცოდეთ უკვე პი კვადრატი გამოვლებული ვეზე სიჩქარეზე და გამოვლებული 3600 წამზე ვინაიდან გვაქვს მეტრა წამში, ხო, ერთ პაგონომეტრაზე მეტრა წამში სიჩქარე რა გვექნება წყლის გადაადგილების, ამასობაში პი კვადრატი კი ბატონო 3.14 და გამებული ესეც მეტრებში არის, ხო, მეტრა კვადრატში არის, ესე იგი სიჩქარეს გვექნება მეტრა წამში და ესე იგი საათში რო გვაინტერესებს 3600 წამი არის 1 საათში. ამიტომ ამ შესაბამისობაში უმეტეს შემთხვევაში ხო, ეს არის სიჩქარე უკვე წყლის გადაადგილების, ეხლა ნორმატივაცაა, ხო, 1.4, 3, ამიტომაცაა, როცა Google-ის მოყვარულები ავიღებ და შეხედოთ, იქ დაშვებულიცაა, კი ბატონო, მიღებულიცაა ამ შესაბამისობაში, მაგრამ ძალიან დიდი, ხო, ეს იქნება ის მიმართულება, რომ 3 მეტრა წამში გავატაროთ არსებულ დიამეტრის მილში, ჯერ ესეთი ხმოვანობას მივიღებთ და განსაკუთრებულად რადიატორს თუ გვაქვს დამონტაჟებული, წარმოიდგინეთ თერმოსტატიკური თავაკები. ამ შესაბამისობაში ის იგი აქაც არაფერი არ იცვლება და 1 მეტრა პაგონური 1 მეტრა წამში. უბრალოდ 1 მეტრა პაგონურზე 1 მეტრა წამი გვაქვს სიჩქარე მიღებული არის პრინციპში ეს ფორმულაში და ეს დიამეტრი შესაბამისად რომ შეურჩიოთ აი ზუსტად აქედან ვიწყებთ ხო კიდე ჯვრის ახრანაირად შევარჩიოთ 1-2-ზე საციკლიო თუ მორო შევარჩიოთ ის დამოკიდებულია რაზე ვარჩევთ ხო არსებულ ფარზე კონკრეტულ ფარზე და ის კონკრეტული ფართი რაზე არის დამოკიდებული არსებული კონკრეტული ფართის დანაკარგებზე დანაკარგები უკვე ვიცით ეს იგი მოდივართ როგორც თქვი წერა მე და გამარტე უკრინდან ხო უკრინდან საკვაბისკენ და არა პირიქით გადამეტებულებს რო ვარჩევთ ზუსტად მაგითომაა მოდი ერთ ქვაბის ასვათ 4 დავამონტაჟოთ არა პატრიცემური უმეტეს შემთხვევაში ერთ ქვაბის საკმარისი არის მაგითომაც ყოველთვის მე ვცდილობ რომ ჩემ არსებულ საკვებებში უმეტეს შემთხვევაში მაგითომაც აღმოიჩენს ხოლმე თავს ერთი ქვაბი ხო იმიტომ რომ იქ მოთხოვნილების შესაბამისობა არის როცა მოთხოვნილება კი ბატონო სასტუმრო არის იქ ალტერნატივა ყოველთვის უნდა ქონდეს ამ შესაბამისობაში ეს იგი ვიჩი მოკინე ამოდივართ კიდე ჯერ ვიმეორებ შევარჩიეთ უკვე ვიცი პარტიზანაკარგები რა არის რა გჭირდება არსებული პარტიზან რანაირ თითული ამასობაში ესეც 2-2 პარტიზანაკარგები ზუსტად ის კონკრეტული პარტიზანაკარგები თუ კი პირობითად გვაქვს 12 და 14 20 კილოვატი არ აქვს მნიშვნელობა ხო იმ ფარზე არის ამ პარტიზანაკარგებზე გამოვალი პერიმეტრის კედლებზე იატაკზე ჭერზე რანაირად გვაქვს დათქმულებული და ასე შემდეგ ეს უკვე ფორმულები არსებობს ამის მაგრამ უნდა ვიცოდეთ კონკრეტული პარტი ნებისმიერი პარტი მაგიტომაც ვიზარ ხოლმე ხო კონკრეტები როცა მიერეკავთ ხოლმე რა დაждდება და წერტილი რა იღებებო ეს არის მითი ეს არის ფიქცია დაანებეთ თავი ასეთი სახით მიდგომას ეს დამკვეთებს გეხებათ ეს არის ყოველთვის მიდგომა კონკრეტული პარტის შესაბამისად
ფარზე ხარ დამოკიდებული და მაგიტომ არ უნდა იყოს რადიატორი თუ გიჭირდება 1 კილოვატი, მას გადამეტებული ავიღოთ 10 კილოვატი. 1 მეტრის ნაცვლად ავიღოთ 10 მეტრიანი რადიატორი ან 4 ცალი, ხო? ეს თქვენი ხარჯი არის და მაგიტომაც უნდა ვიცოდეთ ფართის დანაკარგები და ემატება იქ ის 100%-დან კი ბატონო, ეს 100, 110, 120, მაქსიმუმ 130% ეს არის გადამეტებულზე გადამეტებული. ხო? 20 კილოვატი თუ გაქვს 20 კილოვატის 30% წარმოიდგინეთ, ხო? აი ზუსტად ასეთი მიმართულებით უნდა რა ქვია, მჟერობდეს მემონტაჟე და არა 1-10-ზე, 1-100-ზე, ხო? ეს ეყოფა თუ არ ეყოფა. მაგიტომაც შესაბამისობაში, ესე იგი, ვიღებთ უკვე ვაჩერთ უკვე არსებულ საცირკულაციო ტუმბოს გვიძებიზავით, ხელი შესაბამისად. ამასობაში ვიცით უკვე რადიატორები რა სიმძლავრის გვაქვს და ამ რადიატორებმა რომ მოგცეს ხარჯიც ვიცით უკვე წინასწარ, ვინაიდან 1 კილოვატი თუ გვაქვს რადიატორი და ამასობაში ესეც ქონა, ხო, ახლა რანაირად უნდა აცდე, ხო, იქ პატრიცემულ მეუბნები, აი, აქეთ იქით როგორ თქვი, აქეთ იქით დახტეხარ რა. ამიტომ წარმოიდგინე რომ შეგიგონას კიდევ უნდა გაგახსენოთ, იმიტომ რომ რადიატორი ესეც დამოკიდებული არის ამაზე, ხო. ერთი მეორეზე კავშირში არის მჭიდროდ და ვერაფერს ვერ თქვი, რაიდან 1 კილოვატი ამასობაში ჩვენ რო ვიცით რომ 100 ლიტრი უნდა გავატაროთ საათში, ამასობაში კი ბატონო მეგაკალორიები გადავიყვანოთ კილოვატებში და 1 კილოვატი მივიღეთ, ამასობაში ამ შესაბამისობაში უნდა ვიცოდეთ მისი ტემპერატურული ნაპორი. ესეც ქონა, ხო, აღნიშნული ამასობაში ამ შესაბამისობაში ტემპერატურული ნაპორის გამოიხატება, მისი ფორმულაც გამოიხატება ასე, ხო, სხვაობა, ეგრეთ წოდებული მიწოდება და უკუსლა შორის მისი ნახევარი გაყოფილი -23 შეთანხმებით შეფრიცი 23 გრადუსი რა ქვია უჭირდება ზუსტად აქ და ამასობაში წარმოიდგინეთ ეს უმეტეს შემთხვევაში 70 გრადუს ცელსიუსის ტემპერატურული ნაპორი. 70 გრადუს ცელსიუს ამ ფორმულამ გამოითვალეთ, წარმოიდგინეთ მიწოდება იქნება 110 გრადუსი და ეგრეთ წოდებული უკუსლა იქნება 80 გრადუსი, 70 გრადუსი უпростоრად. 70 გრადუსი, რა მაგარი სისტემა იქნება, ხო, სადაც იქნება ეგრეთ წოდებული უგე ბალაჩი. მიწოდება 110 გრადუსი და უკუსლა 70 გრადუსი. ამიტომ ამ შემთხვევაში 1 კილოვატი რო ავიღოთ ამ არსებული მიმართულებიდან, ეს არსებული ტემპერატურული ნაპორიც უნდა ვიცოდეთ. ნახეთ, ამდენი ხო გაერთიანებული ქვეფაქტორი არის გაერთიანებული 1 სივრცეში. 1 სივრცეში და ამას ორი სიტყვით ვერ გადმოგცეს ადამიანი, რომ აი ეს საცირკულაციო ტომბო 5 წუთში აღიხსნათ, მე რაღაცა უნდა შეარჩიოთ. ნახეთ, რამდენ ფაქტორზე არის დამოკიდებული. ერთი მეორეზე აწყობილი. ნახეთ, ხო, საიდან დავიწყეთ ამასობაში, საიდან მოყვებით, ეხლა უკიდან მოყვებით. ფარდის დანაკარგები ვიცით უკვე, შევარჩიეთ თვალი დანადგარები, კონკრეტულ შემთხვევაში იყოს რადიატორები, მისი ხარჯი რო ავიღოთ 1 კილოვატი რა გჭირდება, ხო, ამასობაში 1 კილოვატი რო ავიღოთ, რა უნდა გავატაროთ, ესე იგი გვაქვს 30 რადიატორი, უკვე ვიცით რომ პირობითად 3 ამაზობაში ხო პირობითად ავიღოთ მოდი 30 რადიატორი გვაქვს და 30 რადიატორი შესაბამისად როცა ვიცით ჩვენ რომ იდეალურად უნდა იმუშაოს ამასობაში ჩვენ გვინდა რომ ყველა დაუშვათ ეს პირობითი არის, მაგრამ დაუშვათ ყველა 1 კილოვატიან რადიატორია, მაგრამ 30 წელი ესე იგი ჩვენ გვინდა ამას არსებული ხარჯი უკვე ვიცით, რომ უბრალოდ სიმძლავრე მის რადიატორის ვიცით, მაგრამ ხარჯის ვიცით. ეს არის 0.1 კუბი მეტრ კუბი საათში, 100 ლიტრა, ხო? ამასობაში ესე იგი 30 წელი გვექნება, რამდენი ის გამოიწვო ყოჩა, ხო? ამასობაში 3 ტონა, აი 3 ტონა წყალი გჭირდება ამასობაში წარმოიდგინეთ რა ჩვენ, რომ ამ არსებულმა 30 რადიატორმა იმუშაოს იდეალურად. ამასობაში წარმოიდგინეთ 3 მეტრ კუბი საათში, ნასოს მონაცემები გვაქვს. ავდივართ, ხო? მაგიტომაც აი ძალიან ჩვეული არის ამასობაში და უი, რა კარგია, ხო? 1 2 3 და 4 რა არის ეს რას ნიშნავს? ამასობაში პირველი, მეორე, მესამე არსებული საცირკულაციო ტუმბოს ტექნიკური მონაცემებში არის ზუსტად ეს გათვლილი და ამასობაში ჩვენ უბრალოდ მას არსებულ საცირკულაციო ტუმბოს ტექნიკურ მონაცემებში ჩახედვის შესაბამისად ვარჩევთ უკვე არსებული ჩვენი კონკრეტული სისტემის შესაბამისად. ამასობაში წარმოიდგინეთ მეორე სიჩქარის შემდეგ კიდე ხო მესამე სიჩქარე გვაქვს ეგრეთ წოდებულ ზაფაში, ხო, მოტოვებული რეზერვში. ამასობაში კიდე თავი გვაქვს დაზღვეული, ვინაიდან ამასობაში შეიძლება თუ არის პოლიპროპილენის მილით შედუღებული რაღაცა შევიწროება, ახლა სუპერ იდეალურობა, კი ბატონო, ეს არის ძალიან აქტუალური, მაგრამ ამ სუპერ იდეალურობისკენ კი უნდა მივისწრაფოთ, მაგრამ ამასობაში შეიძლება აგვიცდეს ხელი შევცეთ რაღაცაში მიზეული, არავინ არ ვართ ანგელოზები და ამიტომ ყოველთვის დაზღვეული მაინც უნდა ავიღოთ, მაგრამ 10 ჯერ და 100 ჯერ არა. ეს უნდა იყოს ეგ როგორც ვთქვი, ხო, ფარდის შესაბამისად, ზუსტად არსებული დანარჩენების შესაბამისად 100% არა. 110, 120, 130% ეს არის მაქსიმალური გამოთვლები ფარდის დანარჩენების შესაბამისად. არავით არ იქ 100 ვატი 1 კვადრატულ მეტრაზე, ეს არის მითი. ეს არის კალკულატორის დონეზე რომ დავждებით იქ და რა ქვია ოფისებიდან ერთ ადგილს წევთ ამასობაში ფართანას არ მიდივართ. აი ესეთი გამოთვლების სტატუსით და ამ შესაბამისობაში არასოდეს არ შევწევით, ვინაიდან უკვე ვიცით ჩვენ 30 რადიატორი გვაქვს, მილის დიამეტრის უკვე შერჩეული გვაქვს, ვინაიდან უკვე ვიცით რა იქნება სიჩქარე, ეს იქნება 1 მეტრა, ხო, წამში, ეს წყლის გადაადგილების სიჩქარე 1 პაგუნო მეტრაზე წარმოიდგინეთ 1 მეტრა წამი გვაქვს სიჩქარე, ხო, წარმოიდგინეთ წამში 1 მეტრა, გადის წყლის რა ქვია წყალი არსებული მილში დიამეტრიც არ გაგვიჭირდება. არ არსებული ფორმულის შესაბამისად ტემპერატურული ნაპორი ვიცით, ხარჯი ვიცით, მილის დიამეტრი ვიცით
და ხარჯი გვაქვს საერთო ხარჯი არსებული კონკრეტული სისტემისთვისაც ვიცით. გადმოდივართ მერე წლზე და ვარჩევთ და უყურებთ პრინციპში არსებულ საცირკულაციო ტომოს როცა ვარჩევთ ჩვენ, აუშვათ ეს იქნება აი ზუსტ ასეთი მონაცემები, იქნება წეგანდელი რაც ვთქვი მე, მაგრამ 25-60-ზე. ან ერთ იგივე როგორც მე ვთქვი, 25-60-ზე ან 25-6-ზე. ეს ერთ იგივე მონაცემები არის, წარმოიდგინეთ. იმედია ჩანს, ხო კიდევ შევიძახე 25-60-ზე ეს იქნება მითითებული დაუშვათ გრუნფოს, ეს იქნება მითითებული დეციმეტრებში და 25-6 იქნება დაუშვათ მითითებული ვილოს უმეტეს შემთხვევაში, ეს არის მეტრებში, ანუ 6 მეტრა. ამასობაში ჩვენ ვიცით, რომ 3 მეტრა კუბი საათში გვჭირდება საათში არსებულმა იდეალურად ჩვენმა გათბობის სისტემამ იმუშაოს 10 გრადუსი ტემპერატურის სხვაობით, ეს ყოველთვის სტარზე ითვლება და ამასობაში გვჭირდება ესე იგი 4 მეტრა, ხო? 3 მეტრა კუბ საათში, რომ მივიღოთ ჩვენ ეს ზუსტად არსებული ხარჯი, არსებული ცხრილიდან, ცხრილის მეშვეობით უკვე ამას ჩვენ პრინციპში უკვე გამოვიყენებთ, ამ შემთხვევაში კი ბატონო გამოვიყენებთ, არა ხელმძღვანელობთ და ამასობაში ვიცით, რომ აი არსებული უკვე ცხრილზე, ხო, არსებული უკვე აფსის ხო ორდინატზე კიდევ ჯერ ვიზახე ეს არის ხარჯი და აფსისაზე უпроსტად პრინციპში გვაქვს წყლის სვეტის სიმაღლე, ნაპორი, წინაღობა ამ შესაბამისობაში ეს სვეტი არის ნაპორი, წეგანო კი ავსახე მე ხო აზები ეს რას ნიშნავს? ამასობაში 4 მეტრა მეტევით ხო? ამასობაში 25-6-ზე. შენიერი ხო? ესე იგი 4 მეტრიანი ნასოსი ამასობაში ამ შესაბამისობაში 4 მეტრიანი ნასოსის გამოგადება ვინაიდან 4 მეტრაზე ჩვენ წინაღობა, ესე იგი სისტემის 4 მეტრა წინაღობა, ჩვენ გვაქვს 3 მეტრა კუბი საათში. წარმოიდგინეთ ხო? 4 მეტრა წინაღობა, ხო? ეს ასეც იქნება ვინაიდან 30 რადიატორი, ეს ძალიან დიდი სისტემაა, ხო? შეიძლება იყოს რაღაც 1000-ად არა, რაღაც 450, 500, 600, ხო, 600-700 კვადრატამდე წარმოიდგინეთ, პრინციპში ვინაიდან 30 რადიატორი, 30 კილოვატი, ხო, 30 კილოვატი, კი ბატონო, რაღაც 600 კვადრატიანი ფართებით, ჩვეულებრივად შეგვიძლია აი ზუსტად არსებული მიმართულებით იდეალურად ვამუშაოთ. აი, ასეთი მიმართულებით ხო რაღაცა, მოკლე ჩაჯიქით და ახლა მოკლე სფეროში ხო არსებულ სიტუაციაში და ამასობაში არსებულ მიმართულებაში თუ რანაირად შევარჩიოთ მოკლე ჩაჯდომას, არ გამოგდის ვინაიდან ნახეთ ხო? საცირკულაციო ტუბო რანაირად შევარჩიოთ და საიდან გავყევით ხო? ამასობაში სხვანაირად არ გამოდის, მეგობრებო, მესმენთ ვინაიდან ცალსახოვნად რო შევხედოთ და უпроსტად გებატონ ერთსახოვნად რო შევხედოთ ჩვენ სფეროს, ვითომ ადვილია ხო რაოდენიმე საცირკულაციო ტუბო შერჩევა და აი რა უნდა ამასობაში რამდენი ფაქტორი არის გაერთიანებული ერთ სივრცეში. ვინაიდან საცირკულაციო ტუბო შერჩევა ზუსტად ეს უნდა სანამ აქამდე მოვალ, სანამ ცხრილამდე გადავალ ჩვენ დავიწყებ შერჩევა საცირკულაციო ტუბოს, უნდა ვიცოდეთ რისთვის ვირჩევთ საცირკულაციო ტუბოს და ის რისთვის რა არის. ეს არის ფართი მოკლედეზომეებით, რომელსაც დანაკარგები აქვს და ეს დანაკარგები ჩვენ უნდა ვიყო. დასკანალნა ეს კაი ტერმინოლოგია არის. მაპატია ჩემ ბარბაროსოვში კი ბატონო უმეტესობას არ მოგწონთ ეს ასე არის კი ბატონო ეს არის იდეალური როცა ვიცი ჩვენ რა არის ფარდის დანაკარგები და ეს ასეც უნდა იყოს მე მონტაჟები თუ არის მე ფარდის დანაკარგები გათბობის სისტემას ვერ და ამონტაჟებ ეს არის მითი ეს არის ფიქცია მაგიტომაც იმასებული სურათებითაც აი მხელა ხო არსებული 25-60-ზეც გადამეტებული თქვენ წარმოიდგინეთ ამასობაში ყვეხავთ არ ვიცი რა ქვია ტომბოებს და 12 ხო 12 მეტრიანებს და 10 მეტრიანებს საერთოდ რაღაცა ნოსისტემები ყანზე დაგიდგება ხო მასობაში გიდროგამანაწილებელიც აუცილებლად როგორ რაღაც გიდროგამანაწილებელი და მისი კიდევ 10 წელი ნასოსი კიდე მაგიტომაც ხო აი ხო ხარჯი საცირკულაციო ტუბო რო შევარჩიოთ მოკლე რეზუმებით კიდევ ჯერ ვიძახი ვინაიდან აი ვიცი გაინტერესებთ მისმენთ არ გაინტერესებთ რომ შემოხვათ არხზე უნდა გათიშოთ და გაიაროთ ეს კაი ტერმინოლოგია გაატარეთ ვისაც აინტერესებს ის და ხოჩივა ეს კაი ხო ტერმინოლოგია არის ის ყურადღებით მომისმენს თუ არ გაიგებს ვერ გაიგებს უბრალოდ იქ მითითებაც ქონა ხო მეორე და დიდი მადლობა კი ბატონო აკაკი მე მგონი კი ბატონო იმდა რა ასეთი ადამიანების გვარზე მეც მეძდევა რაღაცა სტიმული რომ რაღაცა ინფორმაციის სახით ამასობაში ჩამოყალიბებული სტატუსითაც მოგაწოდოთ ხო ნებისმიერ სიტუაციას ჩამოყალიბება შემიძლია მე არსებულ კიდევ ჯერ ვიზახო საკუთარ სფეროში ვინაიდან ეს ჩემი სფეროა ვიცი და მაგიტო საცირკულაციო ტუბო შეჭვა თური დანადგარები ამასობაში მისი ხარჯით უნდა ვიცოდეთ, რას მივიღებთ ის უნდა ვიცოდეთ, უნდა ვიცოდეთ მილის დიამეტრის არსებული სისტემის, კონკრეტული სისტემის მილის დიამეტრის შერჩევა, ესე იგი არსებული მილის წინაღობა, ვინაიდან არსებული მილის დიამეტრის წინაღობა პირდაპირ პროპორციულად დამოკიდებული არის წყლის სიჩქარეზე, მაგიტომაც ვიზახი 1 მეტრა წამში. რო არ მივიღოთ ხმოვანობა 1.4, 1.5 მეტრა წამში, ეს არის სუპერ იდეალური. არ ვამეცავთ არც იქნება ყოველთვის კიდე ეჯები გადამეტებული იქნება 2.5-დან 2-დან წასულის ზემოთ თქვენ წარმოიდგინეთ კიდე თერმოსტატიკური თალაკებით რადიატორების როცა გვაქვს დამონტაჟებული ეს იქნება ზე შემაწუხებელი
აგიტომაც აუგე შემოვიტანეთ ეგრეთ წოდებული საბალანსირო ამას ქვია კი ბატონო საბალანსირო მაგრამ ეგრეთ წოდებული სპეციფიკური ასე დასახელება არის ბოიპასის მეშვეობით კი ბატონო რომელიც უკვე შუნტირებას ზუსტად ახორციელებს შუნტირებას იმ სისტემისთვის რომ არ მივიღოთ ხმოვანობა რადიატორებში ვინაიდან უკვე ხდება ის ეგრეთ წოდებული კლაპანი შესაბამისი მასა აქვს ნიშნულები იმ ნიშნული შესაბამისად წნევის შესაბამისად ნაპორი შესაბამისად უბრალოდ და ჭავლის შესაბამისად ჩვენ ურჩევთ მას ზუსტად ამა თუ იმ არსებულ მოდელს ეს არის ეგრეთ წოდებული საბალანსირო კლაპანი ეგრეთ წოდებული ზუსტად საბალანსირო კლაპანი რომ ხმოვანობა არ მივიღოთ რადიატორებში მილის დიამეტრი შევარჩიეთ ტემპერატურული ნაპორი ვიცით თუ რას მივიღებთ და მივიღებთ 1 კილოვატს და მე რო უკვე ვიღებთ და ვარჩევთ საცირკულაციო ტუმბოს ასეთი არსებული მიმართულება და კი ბატონო კი ამ მიმართულებაში სუპერ კიდე იდეალური ამასობაში და ყველაზე ადვილი ფორმულის შესაბამისად ამასობაში არასოდეს არ გავიწყდება რომ ენერგიის ფორმულაც არის უცვლელი ამასაც დავუთავდი მე ეს არის უცვლელი ეს არის შვენიერი ფორმულა რომელიც არის დამოკიდებული ხარჯზე განმავლობრივი ზუსტად სხვაობაზე ტემპერატურის მიწოდება და ეგრეთ წოდებულ ლუკუსის შორის და აქ შესაბამისობაში 1.63 იქნება აი ზუსტად ამ შემთხვევაში თუ კი ჩვენ რადიატორებიდან იატაკის გათოვიდან უნდა გავიგოთ თუ რა უნდა სიმძლავრე ავიღოთ და თუ ქვაბის შესაბამისად იქნება თუ რას გვაძლევს ამ შესაბამისობაში გვიქნება უკვე განმავლობრივი 0.00 ესეც გქონა ასახულება 0.86 მეგაკალორიაზე ვინაიდან 1 კილოვატი არის ზუსტად 0.86 მეგაკალორია და თუ ამასობაში გვაინტერესებს ზუსტად აი ეს არსებული შემთხვევა ამ შემთხვევაში გვიქნება თუ რას გვაძლევს იატაკის გათბობა თუ რადიატორები ამ შესაბამისობაში უკვე უნდა ვიცოდეთ რამდენი კილოვატი ესე კი 1.63 ვინაიდან აი ეს მაჩვენებლები ეს კონსტანტაა 1 კილოვატი ეს ჩვენ ვიცით რომ არის 0.86 მეგაკალორია და 1 მეგაკალორია არის 1.63 კილოვატი ესე უნდა გავათვისნობიეროთ როგორც ყოველთვის ან დადებით რა ვიცი თუ არ ყოფით უმეტესობის თუ გაიგეთ თუ გაიგეთ ხო სწორედ ფიქრს სწორი გამგემიჭირდებოდა და ყავს ესე იგი ასეთი კონტინგენტი და იმათვის იმუშავებ მე ხო ჩემი სამუშაოც ეს იქნება ამასობაში და მერწმუნეთ არ მეხალისება ხო რაღაცა ის ბიოშოგონია რომ რა ქვია მოცილება ნამდვილად არა ამას კეთილი და პატიოსანი და მომავალ შეხვედრამდე როგორც ყოველთვის